საშუალოზე დაბალი, ჩამრგვალებული. სანდომიანი სახით, დინჯად მოარული და მოქმედი. ასეთი იყო ილია ჭავჭავაძე, როგორც მის თანამედროვეები ამბობდნენ. ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი, გრიგოლ ორბელიანის მოსწრებული გამოთქმა. ყველა მემუარისტი ადასტურებს, რომ ზუსტად ასეთი იყო და პირველად სწორედ ეს ფრაზა გაგახსენდება. მაგრამ ეს არ იყო კომიკური სიმრგვალე. ეს იყო აი სიდინჯისა და სწორედ ამ სიბრძნის ერთგვარი გამოხატულება, იმიტომ რომ ილიას სახე, ილიას თვალები იყო ძალიან მოქმედი ადამიანზე და მთავარ შთაბეჭდილებას სწორედ მისი სახე ახდენდა და არა მისი გარეგნობა. ერთი თანამედროვე იგონებს, რომ ფოტოზე ნანახი ილია ნიშნავს, რომ ილია არ გინახავს. ხმამას ჰქონდა ცოტა ყრუ, დინჯი, მოძრაობები, ასევე დინჯი და მოქმედება არც თუ სხარტი. მთავარი მის გარეგნობაში იყო თვალები და მთავარი მის მოქმედებაში იყო სიტყვა. ილია ჭავჭავაძე, როგორც ყველამ ვიცით, ჩვენა იყო ყველა ქართული საქმის უფროსი, ყველა ქართული საქმის წამომწყები, მეთაური, წამყვანი, 1000 პრობლემაში ჩართული, მაგრამ ამის განზე ჩვენ არ გვახსოვს მისი პირადი ცხოვრება, მისი ყოველდღიურობა. ეს კიდე ძალიან საინტერესო და თავისებური ამბავი იყო. საქართველოში მაშინ ყველა ამბობდა, რომ ილია ჭავჭავაძე მდიდარია, მილიონერია. უკვე სიბერეში, როცა სოციალ-დემოკრატიულმა გაზეთებმა ლანძღვა დაუწყეს, ყოველთვის აღნიშნავდნენ მის სიმდიდრეს და მემამულეობას. ამბობდნენ, რომ ერთხელ ზამთარში მან კოკა გადაასხმევინა თავზე, გლეხკაც თვითონ კიდე აივანზე იდგა 80 თუმნიან ქულქში გამოხვეული. ამბობდნენ, რომ გლეხებს წყალი წაართვა, თავის ეზოზე გადმომხტარ გლეხს ჩოხა გაახადა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს ამბობდნენ და ამბობდნენ. მაგრამ როგორც ირკვევა, ილია ჭავჭავაძე არ იყო განსაკუთრებით მდიდარი კაცი. ის ხელფასზე მცხოვრები კაცი იყო და მისი მთავარი ხელფასი კიდე იყო ბანკში, სადაც ის თავმჯდომარეობდა. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ბანკის ხელფასები, რა ვიცი, 20 წლის განმავლობაში იყო ძალიან პატარა. და მხოლოდ სიბერეში ილიამ შეძლო ის, რომ როგორც თავმჯდომარე აეღო 5000 მანეთი წელიწადში. უკვე სიკვდილამდე დაახლოებით წლინახევრით ადრე, როცა ის სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა და ხშირად უწევდა პეტერბურგში სიარული, მისმა შემოსავალმა აშკარად იმატა, იმიტომ რომ სახელმწიფო საბჭოს წევრობა ეს კარგი შემოსავალი იყო. ეს იყო და ესა. მემამულე რომ ამბობენ, ის მამული მისი არ იყო, ცოლის ნამზი თუ იყო. მისი მამული ყვარელში იყო და დღესაც ნახავთ იმ საბრალო სახლს, ჭავჭავაძეებისა და მის შეძლებაზე ესეც მეტყველებს. სხვა ამბავია, რომ ილიას უყვარდა ძალიან საგურამოს მამული და ფაქტობრივად თავის სახლად სწორედ იქ მამული მიაჩნდა, იმიტომ რომ საგურამოს სახლი ილიამ თვითონ ააშენა, რა თქმა უნდა, თავის მეუღლის ოლღას დახმარებით. ოლღამ თვითონ თქვა უარი ამ მამულზე და მისცა ილიას. ეს არაფერი პრობლემა არ არის, როგორც ხვდებით. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, რომ ერთხელ როცა ილიაობა მოთავდა, ილიას ცნობილი ზეიმი, რომელიც 20 ივლისს იმართებოდა ხოლმე, აივანზე ვისხედეთო და მითხრაო, აბა ბიჭო, ჭკვიან კაცს მეძახიანო. ეს სახლი და ეს მამულიო 40,000 მანეთი დამიჯდაო და ამ ფულით თბილისში 2 სახლს ავაშენებდი. თბილისში კიდე სახლი არ ამაქო. არავინ ბევრმა არავინ იცოდა, რომ ილიას თბილისში სახლი არ ჰქონდა და ეს სახლი, სადაც ის 10 წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მისი დის ელისაბედ საგინაშვილისა იყო და მხოლოდ სიკვდილამდე ასევე 1 წლით ადრე ილია გადავიდა სახლში, ჯერ იქირავა ანდრიას ქუჩაზე. მერე კიდე იყიდა და აი დღეს რომ მუზეუმია სწორედ ეს მისი სახლი, სადაც ბოლო წელიწადი გაატარა მან ცხოვრების. ჭორიკნები თბილისში ამბობდნენ, რომ ილია თავის დასთან კი ცხოვრობს, მაგრამ ურთიერთობა ერთმანეთში ცუდი აქვთ და აი სიბერემდე მოიტანეს საქმე და სიბერეში მერე ილიამ ვეღარ გაძლო და გამოეყო. თუმცა რა ჭორები, რა ამბები იყო იქაშიგნით და რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ და რა სირთულე იყო ამ ურთიერთობაში, ბევრმა არავინ იცოდა. ჩვეულებრივ ეს იყო დახურული ოჯახი, ესე ავალად რო ვთქვა, ილიას და ოლღას ოჯახი ეს არ იყო საზოგადოებისთვის ღია ოჯახი. ოლღა იყო საოცარი ცოლი.
ეს იყო ქალი, რომელიც გასაოცრად ენდობოდა ილიას და აი როგორც ძველები ამის თვალებში შესწიცინებდა და მის წარბის ყოველ მოძრაობაზეც კი ხვდებოდა ილია როგორ ხასიათზეა და რა უნდა. ამ კამო ფაქტიურად მიუძღვნა ცხოვრება ამ კაცს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კაცს ეკუთვნოდა ეს ყველაფერი. თუმცა აქაც იყო ერთი ძველი და მოარული ჭორი, რომელსაც თბილისში ენამწარეები ავრცელებდნენ ხოლმე და ერთ-ერთი გამავრცელებელი აკაკი წერეთელიც იყო. იქ სადაც ახლა გრიბუედოვის ქუჩა, ამ ქუჩის დასაწყისში იყო ეგეთი ცნობილი მირზოევის სახლი. იქ ხშირად იყო ხოლმე გაჩერებული აკაკი, მის მეგობრები ცხოვრობდნენ იქ და ერთ-ერთი მობინადრე ამ სახლისა იყო ლიზა მარჯანიშვილი, ქვრივი, კოტე მარჯანიშვილის დედა. უცბად რომ მივხვდეთ ვიზია ლაპარაკი, ქალიშვილების გვარი იყო აბელაშვილი. ისა და ლიზა და კატო იყვნენ აკაკის ძალიან ახლო მეგობრები და ამ ძველი ამბების მოყოლაში და გარჩევაში მიდიოდა ხოლმე იქ საღამოები, როცა აკაკი მივიდოდა. ხო, ერთ-ერთი იქიდან გამოტანილი ამბავი აკაკის არის, რომ თითქოს სტუდენტად წასვლის წინ ილიას პირობა დაედოს, რომ ლიზა უნდა შეერთო ცოლად, მაგრამ რო ჩამოვიდა ეს პირობა დაარღვია. აკაკი ამბობდა, ეს პირობა წერილობითიც კი იყო. სოლომონ ჭავჭავაძემ დააწერინაო, რომ აუცილებლად შეერთავ ლიზას და ამიტომ ესცა სწავლის ფული ილიას, მაგრამ რო ჩამოვიდა ილია olga შეერთო, იმიტომ რომ დიდი მამულები ჰქონდა. olgas ერთი მზითვი ჰქონდა ეს საგურამო. მამამისი თადეუს გურამიშვილი იყო ძველი ყაიდის თავადი. ძალიან ძველი იერი ყურთმაჯებიანი ჭოხითა რა, რო გინახავთ. თვითონ აკაკი ამბობს, რომ დასცინის ხოლმე გრიგოლ ორბელიანს, მაგას რა უყვარდა, მაგას უყვარდა კეიფი და ყურთმაჯების ფრიალი წების დროსა. აი ესეთი თავადი იყო თადეუს გურამიშვილი. სწავლა ჰქონდა იმ ძველი ქართველი თავადისა და ეს ვიცით, რომ არ არის მაინდა-მაინც ღრმა სწავლა. სიბერეში უკვე კოტრიალი უყვარდა. მეორე ცოლისგან შვილები რომ მისცემოდა, ეს შვილები არ გამოდგომოდა. ერთი შვილი ზალიკო ჰყავდა დებილი სამწუხაროდ. თადეუზი მაშინ ავჭალაში ცხოვრობდა და იქ როგორც თვითმხილველებია, ჩვენ ილია მისული არ გვინახავსო. მეორე ქალიშვილიც უმცროს მეორე ცოლისგან ასევე საკმაოდ შუა სუსტი ყავდა და ეს ორი ქალიშვილი კიდე კარგად ყავდა გათხოვილი, მაგრამ უკმაყოფილო იყო. olgაზე ილიაზე უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ ღარიბიაო და რაღა ღარიბს წაყვაო. ხო და მეორე ქალიშვილზე უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ რუსს წაყვაო. იმის ცოლი იყო დიმიტრი სტარასევსკი, რუსი გენერალი, ბაქოს გუბერნატორი, მერე ქუთაისის გუბერნატორი, ილიას ქვისლი, ანუ და ერთ-ერთი ახლო მეგობარი და ძალიან დამხმარე სხვათა შორის ქართველების და აი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, რომელიც მეთაურადაც იყო ილია. ხე ილია სხვა საკითხი, რომ მას ქართული საქმეები ორგანიზაციულადაც ხელს შეეჭირა, აქეთ ბანკი, იქით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ნაკლებად შეიძლება ჩაერეოდა ხოლმე თეატრის საქმეებში, მაგრამ უმისოთ არც ერთი საქმე არ გქონდა. საერთოდ საქმე თუ გინდოდა რომ გამოსულიყო ამ მთავრობასთან ეყავა მისასვლელი, იქიდან ჭავჭავაძე რომ მოგხვდებოდა საქმე უკეთ გამოდიოდა. ამასაც აი ესე ამბობდნენ ხოლმე, მაგას ყველგან ხალხი ყავს. წარეთ იტყოდნენ ხოლმე. მაგალითად თბილისის ნოტარიუსი მისი უახლოესი მეგობარი იყო და ყველანაირი თქვათ ურთიერთობა რაღაცება 1000 რამე გვარდება მოგეხსენება ცხოვრებაში. ეს იყო ივანე პოლტარაცკი, ექვთიმე თაყაიშვილის სიმამრი. სხვათა შორის ეს პოლტარაცკი რომ გარდაიცვალა, ეს ადრე გარდაიცვალა 90-იან წლების დასაწყისში. ერთადერთხელ როცა ილია ჭავჭავაძე ატირებული ნახეს, იყო მის დაკრძალვაზე. სხვა დროს მის თვალში ცრემლი არავის არ უნახავს არასდროს. აი ეს არის თქვათ ესეთი მათი მეგობრობის და ერთ-ერთი გამომხატველი. სხვაფრივ კიდე ეს ურთიერთობა და ჭორები იმითაც იყო გამძაფრებული, რომ ლიზა მარჯანიშვილთან დაკავშირებით, რომ ილიამ მას მიუძღვნა ლექსი გახსოვს ტურფა. მათ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა ახალგაზრდობაში, მაგრამ ხალხი ამას კიდევ უფრო ამძაფრდა. თუმცა ეს იყო როგორც იტყვიან ხოლმე დამთავრებული ისტორია. მათ ძალიან ძველი და ახალგაზრდობის დროინდელი ამბავი იყო. თადეუს გურამიშვილი კიდე ჯვრის წერას არ მისულა როგორც ამბობენ. ეს მზითები ერგებოდა olgas და მისცა ეს საგურამო და მისცა და კახელი ჩადგა ქართლელის სახლში. მზითები ერგებოდა olgas და მისცა ეს საგურამო და მისცა და კახელი ჩადგა ქართლელის სახლში.
საერთოდ ყოფაში ილია ჭავჭავაძე ძალიან უბრალო იყო. მუშაობაშიც ძალიან უბრალო იყო, ოღონდ ძალიან ყურადღებიანი. აი კორექტურის და სხვის სტატიის კითხვის დროსაც კი იყო ძალიან ესეთი, ჩაიკეტებოდა იქ შესვლა ძალიან ძნელი იყო. მით უმეტეს ღმერთმა არქმევს თუ თვითონ რამეს წერდა. იმ ოთახში შეიძლებოდა რომ 10 დღე არავინ არ შესულიყო. ეწეოდა ბევრს. მაშინდელი თქვა თამბაქოს წევა არ იყო იმ ტემპის და გაქანების როგორც ხშირად ეს არის, მაგრამ ოთახის კარს რო შეაღებდი, ყვამლის მეტი არაფერი არ იყო და ხედავდი რომ წევს ტახტზე დღე და ღამე არეული ქონდა და აი ესე მუშაობდა უჭმელ უსმენის სრულიად. მაგრამ როგორც კი ამას მორჩებოდა, უყვარდა აი ძალიან კარგი ქართველური დასვენება, იწვა ტახტზე და უსაქმურობდა. აი ამაზეც უსაქმურობა უყვარდა. არ უყვარდა კეიფებში სიარული, ძულდა ვიზიტებზე სიარული, არ დადიოდა თეატრში, არ დადიოდა ოპერაში ერთხელ იყო და იქაც ცეთი რაღაც მოახდინა, რომ დიდი კომედია გამოიწვია მაშინ და სკანდალი. თბილისში იყო ერთი ხუმარა კაცი, სოშიკო ბაქრაძე, სულ ნაირგვარ პროფესიებს მისდევდა, ხან ვინ იყო, ხან რა იყო, დარბოდა აქეთ-იქით და თან ხალისიანად აკეთებდა ყველაფერს. ერთხელ ილიას შეუჩდა, რა არის, არც თეატრში მოდიხარ, არც ოპერაში მოდიხარ. ილიამ უთხრა, რომ წამოვიდე რა ხელი, რით უნდა გამართო. ბაქრაძემ თქვა, შენ წამოდი ოპერაში და მე ნამდვილად გაგართოფო. წავიდა ილია ოპერაში. იყიდა ბილეთი პირველ რიგში, წვირიანი ბილეთი. და დაჯდა და დაიწყო ლოდინი. თუ არა ვწდები, გადიოდა, იდგმებოდა ტოსკა. იდგმებოდა ტოსკა და უკვე მეორე აქტის ბოლოს ბაქრაძე მაშინ ორკესტრში მსახურობდა, ამის თქმა დამავიწყდა. კი უთხრა თავიდან ილიას მედოლეთ ვარ ორკესტრში და ნახავ რა ხეირსაც ვიზამ და ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მომენტში ყველა გაირინდება და მხოლოდ ტოსკა ხმა ისმის ბაქრაძე მისდგა თავის დულს და დაუწყო ბრაგუნი. წარმოუდგენა ჩაიშალა. ილიამ ბევრი იცინა. ხა რამდენად სასაცილოა ეს ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ რასაც დაპირდა ის კაცი იმას შეუსრულდა. საერთოდ ილიამ იცოდა იუმორის ფასი და როცა კარგ ხასიათზე იყო მასთან ლაპარაკს და ხუმრობას არაფერი არ ჯობდა. როცა ხსუთ ხასიათზე იყო კიდე მტერს და ავს, როგორც მისი მეგობრები და თვითმხილველები ამბობენ. იმ დროის თბილისის ერთ-ერთი ტრადიციული ხუმრობის მსხვერპლი ილიაც იყო. მაგალითად ნიკო ხიზანაშვილის უეუნებოდა ილიას, რომელმაც უცხო ენები არ იცოდა, მხოლოდ რუსული. რომ კაცო, სანახევროდ სომეხი ხარო, დედაო, სომეხი ყავდაო და ეს სომხური მაინც გესწავლაო, რომ ენაში ჩაგეთვლებოდა და ილია მაშინ უპასუხა, რომ მე რა ფილოსოფიური ტრაქტატები უნდა წამეკითხა იმ სომხურად და ბაზარში კიდე მე არ დავდივარ მოურავი დადისო. აი ესეთი პასუხები და კითხვა-პასუხი და ხალისი ყოველთვის იყო. ერთხელ კიდე წიფლისკი ლისტოკის გამომცემელმა ხაჩატუროვმა უთხრა, მეო გამიგეო რომ შენო დედაო სომხის ქალი ყავდა და იმიტომ გამოხვედი ეგეთი ჭკვიანია და ლიამ კიდე უთხრა, შენ დედაც სომეხი ყავს და მამაც სომეხი ყავს და რა ხარ ეგეთი სულელი მაინც ვერ გავიგებ. ესეთი ოხუნჯობები ყოველთვის იყო, მაგრამ ილიამ იცოდა გემოვნების დაჭერა ამ ხუმრობაში. მაგალითად მოხდა ესეთი ამბავი. თედო სახოკიამ შემდგომში ცნობილმა მექართულემ და ქართველმა რევოლუციონერმა და საუკეთესო ქართული წიგნების ავტორმა და რა ვიცი, საერთოდ ზღაპრულმა და ვაჟკაცმა კაცმა სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა ესეთი პატარა კრებული აკაკის ოხუნჯობების. ეს იყო სკაბრეზით და ნაირგვარი რაღაც არც თუ ესეთი გემოვნებიანი ანეკდოტებით სავსე წიგნი. აკაკი როგორც იცით ბევრს ხუმრობდა და მისი ანეკდოტები ხალხში დადიოდა და ბევრი ემატებოდა და აკლდებოდა ანეკდოტის არსიც ეს არის. ივერიამ კიდე ამ პატარა კრებულს საშინელი რეცენზია დაუწერა. ისეთი რეცენზია დაუწერა, რომ ვერ გაყიდა თედო სახოკიამ კარგად, როგორც უნდა და ეს კრებული და ამ ახალგაზრდა კაცმა ადგა და უჩივდა ილია ჭავჭავაძეს სასამართლოში, რომ მათ ჩამიგდეს ტირაჟიო. მივიდნენ სასამართლოში. სახოკიას ადვოკატი ყავდა, გრიგოლ გვაზავა, ცოტათი ესეც პოეტი და ირიამ კიდე უთხრა მოსამართლეში, სამ სიბაბუს აშიშაც. ხო და ეს საქმე ილიამ მოიგო. საკვირველი საინტერესო ეს არის და მოიგო სულ უბრალოდ. მან დაიჭირა ხელში ეს წიგნი, წაიკითხავდა ქართულად ანეკდოტს და მე რუსულად უთარგმნი და მოსამართლეს. მეშვიდე თუ მერვე ანეკდოტზე რომ მივიდა მოსამართლემ დაიწყო ყვირირი. ხვაწით, всё понятно, всё понятно. მაგრამ ილია მაინც ჯიუტად აგრძელებდა ანეკდოტების კითხვას და თარგმნას.
იქ ბევრი რამე ძალიან უწმაწური იყო და ამიტომ ილიამ საქმე მოიგო. თედოსახო კი ეს კიდევ უთხრა, რომ აკაკის ხუმრობა ჩვენ ყველას მოგწონს, მაგრამ აკაკის ხუმრობა ბაზრის ხუმრობასავით არ არის და ესეთად არ უნდა გადააქციო. ასე რომ ამის ფასიც მშვენივრად იცოდა. და როგორც ამბობენ და იგონებენ, ის იყო გულჩათხრობილი და უთქმელი კაცი. ძალიან ხშირად იყო ხოლმე დიდხანს არის საათობით ჩუმად და არ ამოიღებდა ხოლმე ხმას და საერთოდაც მარტოობა უყვარდა, არ უყვარდა მას ხალხში ტრიალი და საერთოდ სახალხოთ ლაპარაკი, აი ცნობილ მიღებებზე სადღეგრძელოების თქმა, რო გადაფურცულთ აკაკის 15 ტომეული, იქ ნახევარი სადღეგრძელოებია. ან ოფიციალური გამოსვლები ბანკეტებზე, ან საზეიმო მიმართვები, ან ესე თავისთავად ძალიან კარგი სიტყვები, მაგრამ ილიასთან ეს თითქმის არ არის. იჯდა და გაიღიმებდა ხოლმე. სმითაც რო გითხრათ, რომ დიდი სმის მოყვარული ჭამისაკი, მაგრამ სმის მოყვარული იყო თქო, არ იყო დიდად სმის მოყვარული, თუმცა იყო ერთი დღე, როცა ილიას საშინლად თვრებოდა. ეს იყო ილიაობა დღე 20 ივლისი. ამ დღეს საგურამოში ხდებოდა რაღაც სასწაული. საერთოდ ილიამ იცოდა წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ ხალხის დაბადებება. ახალ წელს, ოლღას დაბადების დღეს, კიდე ერთი დღე იყო აღარ მახსოვს რომელი და ილიაობა. ილიაობა იყო ძალიან დიდი და სერიოზული საქეიფო ღონისძიება, რომლის მოწყობასაც უნდა დიდი ენერგია და ეს ენერგია იყო მთლიანად ოლღასი. ილიას სუსტი იყო ასეთი ტიპის ორგანიზაციაში. ნუ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ თბილისიდან დაძრული 200 კაცი, შეიძლება 300-იც. ამათთვის დაქირავებული ეტლები, დროგები, ლინეიკები, ომნიბუსები, რა ვიცი, ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. იქ წაქცეული 10 ძროხა. მე არ ვიცი კიდე რამდენი ხბო და რამდენი ქათამი და ამას არავინ არ დათვლი და დახსნილი ქვევრები, ასეული ლიტრობით ღვინო. ახლო ყველა სოფელი, თუ კი ვინმე თავადიშვილია და თუ კი ვინმე აზნაურია და ვისაც ურთიერთობა აქვს საგურამოსთან. მთელი თბილისის აი ასეთი რა ქვია ლიბერალური ბომონდი რო დავარქვათ და პლუს ილიას მეგობრები. აი ეს ხალხი მთელი საგურამოს გლეხობა ეზოში. აი მთელი სტუდენტები წინამძღვრიანთ კარის სამეურნეო სასწავლებლის მოწაფეები, სადაც ილიას მეგობარი ილია წინამძღვრიშვილი იყო უფროსად. აქეთ გლეხები მღერიან, იქით თბილისიდან ამათ ამოყვანილი ყავთ აი ეს ცნობილი რა ქვია საკრავების დასტები და თბილისური მუხამბაზებით და ამით. აქეთ არიან თავადები, ისინი თავისას მღერიან, არის ცეკვა და არის გაბმული სმა. ეს იყო იმ ხელას უფრები, რომ ერთ თამადას საერთოდ აზრი არ ქონდა იქ, რომ ერთი თამადა ყოფილიყო, მაგრამ იყო აი ესეთი კარგი ქართული ტრადიციული სმა და ზოგჯერ ვინმე ახირდებოდა და თუ თავიდანვე მოვიდოდა ის უზარმაზარი ყანწები, რომლებიც ილიას ჰქონდა სახში, კეიფი ადრე თავდებოდა და ფუჭდებოდა. გლეხები არ სვამდნენ ხოლმე ყანწებით. საერთოდ რო დააკვირდები ქართულმა გლეხებმა უკეთეს კეიფი იციან ვიდრე ქართულმა თავადებმა. ქართული თავადებისაში ხმაური მეტია და იქ კიდე რა ქვია სინამდვილე. ილია შემოივლიდა აი მთელი ამ დიდი სადილის დროს ყველას უფრას, ყველასთან ერთად უნდა დაელია, ყველასთან ერთად უნდა იმღერა, თუმცა სმენა არ ქონდა. მარტო როცა დალევდა აი ამ დღეს, მაშინ დაიწყებდა ხოლმე ააყოლებდა ხოლმე ხმას ამ გუნდებს და უყარდა ერთი გამორჩეულად უყარდა აი მომლი მუხასაოს იმღერა და ბოლო დაძახილზე აუცილებლად მუშტს დახკრავდა ხოლმე მაგიდაზე, აი ეგრე მოირია მუხა მუსავა იტყოდა ხოლმე. მერე ჩავიდოდა გლეხებთან, იქაც უნდა დაელია. აქეთ ესენი ცეკვავდნენ ქართულს, იქით გლეხები. სადილია კარგა საღამომდე გაიწელებოდა ხოლმე ეს კეიფი და მე იწყებოდა ჭიდაობა. ჭიდაობა იწყებოდა და ჭიდაობით ღამდებოდა ესა, მაგრამ თბილისიდან ჩვეულებრივ ახლდა ხოლმე აი ამ საზოგადოებას, რომელიც ნორმალურად სვამს და ჭამს, ლოთური ბომონდიც, ასე ვთქვათ, რა ეს თბილისელი მუქეიფეები და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებდნენ. ამასობაში ეს ყველაფერი მუშაობდა კონვეიერის წესით, იმიტომ რომ სახლში და აივანზე, სადაც ეს სუფრები იყო გაშლილი და ასე ეზოში ეს ყველაფერი უნდა აელაგებიათ და ეს უნდა საწვავო ოთახებად ქცეული იყო ყველაფერი, იმიტომ რომ უმრავლესობა ამ ხალხისა იქ რჩებოდა და მეორე დღეს წამოვიდოდა ხოლმე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ნამთვრალებზე დილით რაც ეს დაიკლა, ამისგან ყველაფერსგან კეთდებოდა ხაში და იწყებოდა ხელახლა, როგორც არის ხოლმე ჩვენთან. აი ეს ერთი დიდი და განსაკუთრებული კეიფი ჰქონდა ილიას და ამ კეიფს ირგებდა და არგებდა სხვასაც.
აი ეს ერთი დიდი და განსაკუთრებული кейფი ჰქონდა ილიას და ამ кейფს ირგებდა და არგებდა სხვასაც. ექვთიმე თაყაიშვილი უცბად მოიწყენდა ხოლმე. მე მითხრა, მე ბევრი დარდები მაქვს, მაგრამ ისეთი კაცი არა ვარ, სხვას გული გადაუშალა, მითხრა. ამიტომ ჩემ დარდებზე არაფერს გამი. ბევრის არ ვიცი და ერთი დარდი ჩვენთვის ცნობილია, ელია უშვილო იყო. ამიტომ რასაც აკეთებდა და ცდილობდა დღევანდელი დღისთვის აკეთებდა და ამ ფულზე ასე გადარეული არ იყო. კი, ნორმალურად ცხოვრობდა, როგორც ერთი საშუალოზე საშუალო, თქვათ, მემამულე და თავადიშვილი და იმ ჭკუის კაცი, როგორც იყო, ბევრად მდიდარიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხვალინდელი დღისას არ ფიქრობდა, რაც მისმა ანგარიშებმაც გამოაჩინა, როცა მოკვდა, იმიტომ რომ უცბად აღმოჩნდა, რომ ოლღა არის ხელმოკლე, ოლღა თვითონ აბარის მქნელი იყო ილიას სიკვდილის შემდეგ, არა? აი ეს უშვილობა ჩვეულებრივ ასვამდა დახს მის ცხოვრებას, იმიტომ რომ საგურამოშიც ამბობდა რომ უამრავის გავაკეთეთ, მაგრამ ვისთვის გავაკეთო. მეურნე არ იყო არანაირი. იმიტომ რომ მამულს მართავდა მოურავებით და მოურავები ყავდა როგორც წესი ერთმანეთზე უარესი და ბოლოსკენ რაც მოხდა, ვინც ყავდა კარგი ის მოუკლეს რევოლუციის დროს. მერე ვინც აყავდა ვიცით იმ რაც დამართა და ასე შემდეგ, მაგრამ აი როგორი კაცი იყო, დაждდებოდა და თქვა კითხულობდა ამ რუსულ გაზეთებში ძალიან ბევრს მეურნეობაზე, იმიტომ რომ საერთოდ ეს სოფლის მეურნეობა მიაჩნდა რომ საქართველოს არ ბევრი რამის გადამწყვეტი. ვახ აი როგორი ხელსაწყოები მოუგონიათ სახნავად, საფარცხად რაღაცა არ დაინანებდა, გადაიხდი და გამოიწერდა. ჩამოიტანდნენ ამას, მაგრამ გლეხებმა ამის ხმარება არ იცოდნენ. აგრონომი ჭირდა, რაღაც ერთი პატარა გაუფუჭდებოდა და ეყარა ესენი სარდაფში და ეყარა. მე ერთხელ წაიკითხა, რომ ესაა. რაღაც ინკუბატორზე წაიკითხა. ქათმერს და ხედავ რა ყოფილა და გამოიწერა ეს ინკუბატორი. წამოიღო აქ, მაგრამ მოვლის წესები და ის არ იცოდნენ, თვითონ იქ მიდიოდა ხოლმე შაბათ-კვირას და ეს ქათმები ყველა დაეხოცა. ეს როგორც მეურნე არის, უფრო იდეები ჰქონდა, კარგი და იცოდა ეს სიმყუდროვის შექმნა, როგორც გააკეთა ეს სახლი, საერთოდ ისე ააშენა, რომ მოარგო სახლის უკან მდგომ ძალიან ძველ კაკალს, სადაც წყაროც ჩამოდიოდა და ეს წყარო მე ხო სალაპარაკო გახდა, რომ გლეხებს არასმევს იქიდან და ეს და ეუბნებოდა რომ ღობეს ნუ გადმოამტვრევთ, შემოუარეთ და ისე შემოდით, არა უნდა გადმოემტვრიათ. აი ესეთი ის იყო და იქ უყარდა ხოლმე, აი სახლის უკან გავიდოდა და კაკლის ძირში. საერთოდ სიმშვიდე უყარდა და მარტო იყო. აი ესეთი კაცი იყო და ესე ცხოვრობდა. მაგრამ ისიც არ დაგვაუწყდეს რომ აი ამ ყოფის ადამიანს, რაც პრინციპში ჩვეულებრივი და კარგი ესეთი რბილი მემამულე და შეძლებული კაცის იერის უკან იყო ადამიანი, რომელიც საქართველოში თითქმის ყველაფერს მართავდა და ყველაფრის წამომწყები იყო.